ვიყავი უბრალოდ პატარა გოგო, რომელიც ძალიან დიდი დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა. დღეს 21 წლის და ალბათ იმ 18 წლის გოგოსთვის ვინმეც რომ შემოიხედა ჩემთვის კითხვა არ დაჭირდებოდა თუ რა მჭირს. სახეზეც მეტყობოდა თუ რომხელა პრობლემების წინაშე იდგა ის პატარა ბავშვი, რომელიც არაფერი არ იცოდა. ერთადერთი ის იცოდა რომ უნდა ებრძოლა. და მართლაც ნინომ გმირული ბრძოლა 18 წლის ასაკში დაიწყო. სწორედ იმ წამიდან, როდესაც მისი პირველი პირმშო დაიბადა. ლაზარე დღეს 3 წლისაა და სიარული არ შეუძლია. უარესი კი ისაა, რომ ბავშვი საშინელი ტკივილებით იტანჯება. საბრალო დედის გაუსაზლის მწუხარებას ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ცუდი სიახლე დაემატა. კატე გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ლაზარეს თავის ქალის განვითარების ანომალია აქვს. ამ დაავადების დროს არ ხდება თავის ტვინის ზრდა განვითარება. თუ დროულად არ მოხდება ქირურგიული ჩარევა, რა საშინელი შედეგიც დადგება, ალბათ უკვე ხვდებით. ლაზარეს სასწრაფოდ ესაჭიროება საფუძვლიანი გამოკვლევა თავზე და ახალი ორთეზები. საქმე იმაშია, რომ ბავშვს ძველი ორთეზები უკვე დაუპატარავდა. 21 წლის ნინოს კი ერიდებოდა იმის თქმა, რომ ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ჩემი თხოვნა იქნება ყველასთვის, ყველა დედისთვის, ყველა მოქალაქესთვის, რომ ამ რთულ მომენტში არ მიგვატოვონ და ჩემი შვილის დაწყებული პრობლემები თქვენი დახმარებით მივიყვანოთ ბოლომდე. როგორი უსამართლო ხარ ცხოვრება. ზოგი მშობელი ძვირად ღირებულ სათამაშოს ყიდულობს შვილს. ზოგ დედას კი სწორედ ის თანხა შვილის გადასარჩენად სჭირდება. ამ ოჯახში დღეს ყველა და ყველაფერი სდობს. როდესაც მე ჩერნოვეცკის ფონდის ჟურნალისტი მებონიების ოჯახს ვსტოვებდი და უკვე ჭიშკარსაც გამოვცდი, თითქოს ზურგიდან ვიგრძენით დაშინებული მზერა. მივიხედე და ეს სცენა დამხვდა. ძაღლი ჭიშკრის გარეთაც გამოვყვა და თითქოს თვალებით მთხოვდა თავისი პატარა მეგობრის ლაზარეს გადარჩენას. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.